გაზაფხულმა უკვე შეაღო კარი ლონდონის სააჩის გალერეაში, სადაც ახალი გამოფენა ეძღვნება ყვავილებსა და მათ გავლენას ადამიანის შემოქმედებით ნიჭსა და წარმოსახვაზე, რომელიც ვლინდება როგორც მხატვრობაში, ისე ფოტოგრაფიაში, მოდასა და ფილმებში. So fashion and film. გამოფენა სახელწოდებით ყვავილები, ფლორა და თანამედროვე ხელოვნება და კულტურა 500-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. ხელოვნების ნიმუშები ეძღვნება ყვავილებს, რომელთაც მხოლოდ სილამაზის გამო კი არ ირჩევენ შთაგონების წყაროდ, არამედ იმიტომ, რომ მათ ჩვენი გრძნობების სიმბოლოდ და მეტაფორად აღიქვამენ. ყვავილები რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ძალიან აქტუალურია და ჩვენთან წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ ამ გამოფენისთვის შექმნეს თანამედროვე ხელოვანებმა. ეს გამოფენა ბედნიერების განცდას აღძრავს. გვინდა რომ ხალხს ამაღლებული განწყობა შეექმნას ამ ყვავილების ხილვის შემდეგ. ქალაქის მთავარი ქუჩით დაწყებული და მაღალი მოდის პოდიუმით დამთავრებული ყვავილები ისევ მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში დგას. ფინური დიზაინერული სახლისთვის მარიმეკო ყვავილის ფორმის საგნები სამარკო ხელწერად იქცა. ჩვენ არ ვუყურებთ ყვავილს როგორც უბრალოდ ყვავილს. ყვავილი ჩვენთვის არის აბსტრაქტული ცნება, ყვავილის იდეა და სწორედ ასე აღვიქვამთ ყვავილის პრინტებს ჩვენს კოლექციებში. ჩემი აზრით, ამის ხიბლი ის არის, რომ თავაწყვეტ ყვავილი მოგწონს, როგორც საგანი თუ როგორც ემოცია, რომელსაც ყვავილი იწვევს. Or whether you engage with the emotion that the flower creates. ეს გრანდიოზული ინსტალაცია 100,000 გამომშრალი ყვავილისგან შექმნა ბრიტანელმა ხელოვანმა რებეკა ლუის ლოუმ და სახელად მკვდარი ყვავილი უწოდა. ეს ნამუშევარი უღრმავდება სიცოცხლის, სიკვდილისა და ბუნებასთან ჩვენი დამოკიდებულების საზრისს. ამ ნამუშევრის თემა არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ეს გამხმარი ყვავილებია თუ ჩვენ მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ. ისმის კითხვები, გჭირდება კი ამაზე მეტი. თუ საკმარისია რაც გვაქვს და შეგვიძლია ხელახლა გამოვიყენოთ ის, რაც უკვე გვაქვს. ფრანგი ხელოვანი მიგელ შევალიე ბუნებას ციფრული ხელოვნების საშუალებით ახალ სახეს აძლევს. მისი ნამუშევარი სახელწოდებით ზებუნებრივი ვირტუალური ბაღია, რომელიც გენერაციული ალგორითმის საშუალებით იშლება და მნახველთან კონტაქტში შედის, როდესაც უახლოვდებიან. ეს ნამუშევარი ერთგვარი პატივის მიგებაა მონესთვის. მონეს ცდილობდა დრო დაეჭირა. იგი სულ სხვადასხვა განათების დროს მუშაობდა და ჩვენც იგივე გვსურს, თუმცა ჩვენ ათასობით სხვადასხვა შუქ ჭრილის შექმნა შეგვიძლია. We have something where you can have thousands of variation. გამოფენა ყვავილები, ფლორა და თანამედროვე ხელოვნება და კულტურა ლონდონის სააჩის გალერეაში 5 მაისამდე გაგრძელდება.